გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ბოლო სიტყვის შემდეგ ეპიზოდს წერთ, თუ არ ვცდები, რიგით მეხუთეს. ბექა პატურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი ცხვითავა, ბრიუსელიდან ტრადიციულად გვერდება თამარ ნოცუბიძე და ია მეურმიშვილი ხაზზე ყავს ვაშინგტონიდან. ტრადიციულად გავაკეთებთ კვირის მთავარი თემების მიმოხილვას, ბოლო სიტყვას ვიტყვით ამ თემებთან დაკავშირებით. და მეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო კვირა იყო დატვირთული და უფრო მეტად დატვირთული და საინტერესო ხვალიდან უკვე გველოდება წინ ალბათ. და შესაბამისად ყველა აქტუალურ თემას მეტნაკლებად შევეცდებით რომ შევეხოთ. ყველაზე ესეთი გამორჩეული ამბავი რაც იყო, ეს იყო ღაზა. იქ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, ტყვეების გაცვლა, შემდეგ ამას უკვე მოყვება ხვალ ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტი და ამასობაში როგორც გავიგეთ, ეს სულ ახალი ამბავი. ახლა ხანს დაასრულეს საუბარი ტრამპმა და პუტინმა. ხო, საინტერესოა, ვინ დარეკა პირველმა, ამაზე მსჯელობდით, ვიდრე რეკზე გაუშვებდით კამერას. ხო, დიდი ალბათობით ესე შევთანხმდით, რომ პუტინის მხრიდან, რუსეთიდან იქნებოდა ეს ინიციატივა დაასწრო ალბათ დიდი ალბათობით ზელენსკი, ვიდრე ჩავიდოდა ვაშინგტონში. ნახოთ მაგ თემას მოკლედ გავშლით. მოკლედ ნაწილობრივ უნდა შევეხოთ ამ ეპიზოდში საქართველოსაც. ჩვენ რა ვქენით ამასობაში, ვიდრე ეს ამბები ლაგდება და ლაგდებოდა. ჩვენ ვქენით ის, რომ აგერ საპატიო სტუმარი ყავდა და გავაგდეთ და რატო გავაგდეთ? უბრალოდ დავაჯარიმეთ. რა თქმა უნდა, დავაჯარიმეთ და გავუშვით. ხო, ერთ სიტყვით აქ არ გვაკლია კლავ სკანდალები და არ გვაკლია ასევე გამძაფრება რიტორიკის, რომელიც წინააღმდეგია ევროპული გზის პირდაპირ შევდივართ. კი ბატონო და მუდმივად ეს ყბადაღებული თემები ბავშვებთან დაკავშირებული, რაღაცა LGBT თემასთან დაკავშირებული, რომელსაც მუდმივად აჭერენ ასე და ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ეს თემა მუდმივად იყოს განხილული, როგორც საფრთხე ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში და ამასობაში ეწევა ამ ყველაფერს ის, რომ აქტიურდება თანდათან სხვადასხვა ვიწრო ჯერჯერობით ჯგუფების მხრიდან რეფერენდუმის თემა, ღირს თუ არა საერთოდ ევროკავშირში შესვლა აი ამ კითხვის დასასმელად, როგორც ჩანს ძალიან აქტიურად ემზადებიან. მოკლედ ვილაპარაკებთ ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის. სწორებაა კიდე. ასეთ ევროკავშირში უნდა დააკონკრეტო, ანუ რაღაცა ორი ევროკავშირი, ასეთ ევროკავშირში თუ ღირსოა, ესეთი ფორმულირება აქვს ამ საკითხს. მოკლედ ამ თემებზე აუცილებლად გადავალთ. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ ჯერ გამოწერილი. ახალი პროექტია, მაგრამ ძალიან კარგი სტარტი გვაქვს. 400-ზე მეტი გამომწერი უკვე ყავს და ძალიან კარგ ფიდბექსაც ვიღებთ ხოლმე კომენტარებში. იაქტიურეთ ამ შემთხვევაშიც და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვები, გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ჩვენ განხილულ თემებს და თქვენი აზრებიც გაგვიზიაროთ ამ თემებთან დაკავშირებით. რადგან ყველაზე ცხელია, მოდით პირდაპირ დავიწყოთ ვაშინგტონიდან. იასთან გადავიდეთ, ვიცი რომ დროშიც შეზღუდულია ია და ამიტომ გავიაროთ ეს თემა. პირველ რიგში პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარი, მას შემდეგ რაც ტრამპი ამბობდა, რომ ის ძალიან იმედგაცრუებული იყო, შემდეგ უკვე ამბობდა, რომ რუსეთი ქაღალდის ვეფხვივით გამოიყურება და ამის შემდეგ უკვე უფრო და უფრო გააქტიურდა ტომაჰავკების საკითხი, თითქმის დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს ესე მოხდება და მოხდება გადაცემა. ახლა როგორც ჩანს, რუსეთში ბევრი იფიქრეს რა უნდა ქნან და მოხდა ისე, რომ ზელენსკის ჩასვლამდე ზარი განხორციელდა თეთრ სახლში. რას ველოდოთ, შენ როგორ ფიქრობია? გაჭრა ტომაჰავკებმა. გამოჩნდა ვინ არის დიდი ბიჭი თუ არა, ხო ესე ვამბობ. ყოველ შემთხვევაში ის დავინახეთ, რომ რაღაცა ესეთი საფრთხე თუ ესეთი ძალის მუქ არა გაჭრა ნამდვილად. პუტინი წამოვიდა კიდევ ერთ ზარზე, ჩვენ არ ვიცით ჯერ ვინ ვის დაურეკა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მნიშვნელოვანი ის არის, რომ საუბარი შედგა. საინტერესოა რაზე ისაუბრეს, რა თქმა უნდა, ეს არ ვიცით ჯერ. ტრამპმა თავის Truth Social-ში თქვა, რომ ხვალ ზელენსკის გააცნობს იმ თემებს, რომლებზეც პუტინთან ისაუბრა და სავარაუდოდ აქ იქნება პუტინის მხრიდან რაღაცა ფორმის მორიგი შემოთავაზება. იქნება შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა, შეიძლება ისევ ტერიტორიების დათმობა და მე ყოველ შემთხვევაში ისეთი განცდა დამჭა ამის
დაკითხვის შემდეგ სანამ დამატებით ინფორმაციას მივიღებთ რაღაცას რომ ტრამპს არ აქვს თქვა რომ დღეს რაღაცა კარგი პროგრესი ჰქონდა თუმცა არ უთქვამს არაფერი არც ცეცხლის შეწყვეტაზე არც ომის დამთავრებაზე არც რაღაცა კონკრეტული არაფერი არ უთქვამს გარდა იმისა რომ პუტინი შეხვდება კონკრეტში ალბათ ამაზეც ღირს რომ ვისაუბროთ რა მოლოდინი შეიძლება იყოს შეხვედრიდან მაგრამ ეს ხო არ არის პირველი ზარი ეს ხო არ არის პირველი საუბარი მათ შორის რაღაცა განსხვავებული ალბათ იქნება აქ საინტერესო ასევე ისიც რომ ბავშვებზეც იყო აქ საუბარი როგორც გახსოვთ ალასკაზე მელანია ტრამპმა პუტინს პირადად სთხოვა ის რომ ამ ბავშვების თემით დაინტერესებულიყო როგორც ჩანს როგორც ერთი დათმობა შესაძლოა ეს იყოს რაღაცა დავინახოთ რუსეთის მხრიდან რომ ბავშვებთან დაკავშირებით რაღაცას აკეთებს შესაბამისად რაღაცას აკეთებს იმისთვის რომ რაღაცა ომი დამთავრებისკენ წაიყვანოს მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რთული სათქმელია იმ ერთი განცხადებიდან რაც ახლა ვნახეთ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები აქამდე უფრო აფიო იყო ტრამპის განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით იყო მოლოდინი იმისა რომ ტომაჰოკების საკითხს და თემას გამოიყენებდა ტრამპი როგორც მოლაპარაკების ერთ-ერთ რაღაცა ჩიპად და შესაძლოა ეს ასეც იყოს არანაირი გარანტია არ არის რა თქმა უნდა იმისა რომ ნამდვილად მისცემს ტომაჰოკებს ხვალ უკრაინას მაგრამ არის ასევე იმის მოლოდინიც რომ ზელენსკი ვაშინგტონიდან ხელცარიელი არ წავა საბოლოო ჯამში წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ არ ჩამოვიდოდა წინასწარ დარწმუნებული ვარ წინასწარ არის გაწერილი ის რაღაცა თემები და ზოგადი შეთანხმებები რაზეც იქნება ორ პრეზიდენტს შორის საუბარი ასე რომ უნდა დავალოდოთ და ვნახოთ ასევე მნიშვნელოვანია ის რომ ზელენსკი ფიზიკურად ჩამოდის ვაშინგტონში და ეს იქნება კიდევ ერთი შეხვედრა ორ პრეზიდენტს შორის და ეს არ არის მხოლოდ თქვათ სატელეფონო ზარი ან გუნდებს შორის საუბარი ასე რომ რაღაცა ესეთი დიდი დასკვნების გაკეთება რთულია ალბათ ამ ეტაპზე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა თითქოს დაიძრა კიდევ ერთხელ ყინული მაგრამ ნახოთ სადამდე დასკვნები რთულია თუმცა მე ხა როგორც კი წავიკითხე ისიც შემეშინდა ყველაზე მეტად იყო რომ არ ვიხილოთ ოვალური კაბინეტი 2 გულისხმობ იმ სკანდალურ შეხვედრას პირველს რადგან ჩვენ ვიცით ტრამპის ეს დაიწუნა ხასიათი როცა ცდილობს ერთ მხარეზე ზეწოლას მე მეორე მხარეზე ზეწოლას თითქოს გავდა ტომაჰაუკებზე საუბარი ზეწოლას რუსეთზე თითქოს ამან გაჭრა პუტინმა დაურეკა და ახლა ხომ არ უნდა ველოდოთ რომ ზეწოლა იქნება ზელენსკიზე და ხვალ ასე ვთქვათ რთული შეხვედრა იქნება მე ეს შიში გამიჩნდა რო არ დაგიმალოთ თუმცა პრინციპში იმ დინამიკიდან გამომდინარე რომელიცშიც ახლა იმყოფება ტრამპი ხო რაღაც ეს დიდი ბენეფისი და დიდი გამარჯვება ახლო აღმოსავლეთში როგორც იწერს და ახლა ვფიქრობ რომ მან დაინახა რომ პუტინს ძალის არამხოლოდ ძალის ენის ესმის არამედ იმენისაც ესმის როცა იძახი რომ ძალას გამოვიყენებ შესაბამისად შეიძლება ჩემი შიშები ასე ვთქვათ ჩემი შიშებად ვედარჩეს თუმცა როგორ ფიქრობთ რამდენად არის მოსალოდნელი რომ აი ეს რაღაცა რთული შეხვედრა გაიმართოს ხოლმე რთული ალბათ დაუბრუნდეთ ისევ იმ თებერვლის შეხვედრას გამომდინარე იქიდან რამდენად გაუმჯობესდა ურთიერთობები ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლოდინი არ მაქვს მაგის მართალი გითხრათ გამომდინარე იქიდან რომ ზელენსკიმაც ურთიერთობის გაუმჯობესების გარდა ზელენსკიმაც რაღაცნაირად დაამუღამა ისწავლა ტრამპთან ურთიერთობა არ მგონია საბოლოო ჯამში რომ ესეთი რაღაც ფიასკო ვიხილოთ. ნუ ყველაზე ცუდი ის იქნება რომ უკრაინას უბრალოდ უთხრას რომ ტომაჰაუკებს არ გაძლევ. ტომაჰაუკებს არ გაძლევ ან სადაზვერო ინფორმაციის მოწოდებას ვაჩერებ იმისთვის რომ რუსეთის სიღრმეში თქვა სამიზნეებზე დარტყმები არ მიიტანო და ახლა უკვე ევროპის პრობლემაა ის რაც შენს ქვეყანაში მიდის ეს იქნება ალბათ ანუ ეს ხო იდეაში იქნება ალიასკის შემდგომ პერიოდში დაბრუნება
ხო, ანუ იგივე გამოდის, რომ ტრამპს ერთი ზარით იდეაში პუტინი შეაცვლევინებს ისევ პოზიციას და დააბრუნებს თავის დღის წესრიგს. ესე გამოდის, ხო? ანუ მაგ შემთხვევაში თუ გადაუხვევენ ამ გზას, რომ ჩვენ ძალით მივაღწევთ მშვიდობას, ან ძლიერი პოზიციით უნდა მივაღწევთ მშვიდობას, ძლიერი პოზიციით მშვიდობის მიღწევა მაგას ნიშნავს, რომ უნდა შეაიარაღო და არ უნდა დაიხიო მაშინ ამ ბუდაპეშტში შეხვედრაზე ცხოვრ ვილაპარაკოთ, ანუ როგორი მის არის ხო ორბანისთვის ამ საარჩევნო ციკლში, რომელიც ხარჩევნები ელოდება, საკმაოდ ცეთი კარგი გზავნილია ორბანისთვის, ორბანის მხარდაჭერებისთვის, რომ თუ კი რამეს მიაღწიეს ბუდაპეშტში, არ იქნება ცუდი ორბანისთვის, თუმცა ჩვენ ბუდაპეშტში მიღწეული შეთანხმებები გვახსოვს. რომც არ მიაღწიონ რაიმე შეთანხმებას, ფაქტი თვითონ თავისთავად არის მნიშვნელოვანი, რომ ბუდაპეშტში შედგება ეს შეხვედრა, ანუ ბუდაპეშტის მნიშვნელობას უსვამს გარკვეულწილად ხაზს, ხო? და ორბანს წარმოაჩენს რაღაც ფიგურად. გასათვალისწინებელია რომის სტატუტი და ის რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პუტინის მიმართ პრინციპში განაჩენი აქვს, ანუ და არ ვიცი რამდენად ფიზიკურად მოხერხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე ეს შეხვედრა, მაშინ ალბათ რაღაც გამონაკლისი თუ იქნება დაშვებული და ესეც ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ამ. სხვათა შორის ეგ ამბავი სწორედ იმ ბავშვების თემაზე აქვს პუტინის ომის დამნაშავე, სწორედ ბავშვების თემის გამო არის პუტინი მიჩნეული და თავისთავად იმაზე საუბარი რო გვიწევს, რომ ბავშვების დაბრუნება რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯია, თითქოს თვითონ აი ამ ომის სისასტიკეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. მას შემდეგაც მინერალების ხელშეკრულება გაფორმდა, პრაქტიკულად ასე ღიად და აქტიურად არავინ აღარ ლაპარაკობს. რა სიახლეები გვაქვს საერთოდ ამ მიმართულებით? დაიძრა თუ არა? ან ამერიკამ რამე სარგებელი ნახა უკვე, ან უკრაინასთან მიმართებაში რა ხდება, რა ჩვენს მაყურებელს ასე ვთქვათ, ფიქრობ საინტერესო იქნება მოისმინონ. კი ყველას გვახსოვს ხო რამ ხელა ის იყო რა ქვია პერიპეტიები უსწრებდა წინ ამ თემას როგორც იქნა შედგა დილი და მე რა ხდება თითქოს შედგა და მორჩა არაფერიც აღარ ხდება და რა რის თქმა შეგვიძლია არ არის ასე რომ შედგა და არაფერი აღარ ხდება უშუალოდ მოგების და რაღაცა ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით ჯერ ძალიან ადრეა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ვლაპარაკობთ ზოგიერთი გათვლით შეიძლება 3-დან 18 წლამდე შეიძლება დასჭირდეს თქვა ზოგიერთი მაღაროს ათვისებას. მაგრამ სამუშაო ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას, აი დაახლოებით 2 კვირის წინ იყო ძალიან დიდი დელეგაცია ჩამოსული კიევიდან ამ შეთანხმების ფარგლებში და ეს შეთანხმება გასცდა იმას დარჩა მას სახელად როგორც ესე მედიაში როგორც მინერალების შეთანხმება, თუმცა სინამდვილეში ის მისი ესე ოფიციალური სახელიც არის უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდი. და შესაბამისად გაფართოვდა მნიშვნელოვნად მისი რა ვიცი სფეროები, მინერალების და ვთქვათ წიაღისეულის ათვისების გარდა, ამაში შედის უკვე რეკონსტრუქცია, მაგალითად სამშენებლო სამუშაოები უკრაინაში, ინფრასტრუქტურული პროექტები, რკინიგზა აეროპორტები და უამრავი სხვა და სხვა თემა. ასე რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, უფრო ინტენსიური გახდა ის. ამერიკის მხრიდან ერთი რაც ვიცით არის ის, რომ შეერთებული შტატები ეხმარება უკრაინას ამოიცნოს ის წერტილები თუ ამოიცნოს ის ლოკაციები, სადაც ეს მინერალები მდებარეობს. ამისი რუკები, თანამედროვე რუკები არ არსებობს ამ ეტაპზე, არის მხოლოდ საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი რუკები და ისიც არასრულფასოვანი და არასრულყოფილი. ასე რომ ამ შეთანხმების ფარგლებში კიდევ ერთი რაც მიმდინარეობს არის ეს. ასევე მიმდინარეობს გაციფრულება ამ რუკებისა, ამ ეტაპზე რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, თქვა ციფრული ვერსიები არსებობს ცხადია რუკების, თუმცა როგორც ესეთი ციფრული რუკის ქონა ამ ტერიტორიების ეს ჯერჯერობით არ არის და მიმდინარეობს ასევე ამისი ამაზე მუშაობაც საკანონმდებლო დონეზე ხდება გარკვეული ცვლილებების შეტანა უკრაინის კანონმდებლობაში იმისთვის რომ ვთქვათ იქ ამერიკული ბიზნესის ინტერესები იყოს დაცული, იქ რაღაცა კორუფციული სქემები გამოირიცხოს, მოწყობა ისე მოეწყოს საკანონმდებლო ბაზა, რომ ეს ამერიკელი ინვესტორისთვის იყოს მისაღები. ბევრი მიმართულებით მიდის მუშაობა, უბრალოდ ისეთი ხმამაღალი აღარ არის ეს, იმიტომ რომ ახლა უშუალოდ უკვე საქმეზე არიან გადასული.
მოგების გარდა და ბიზნეს ინტერესის გარდა, რატომაც იყო ეს თემა ძალიან აქტუალური, ეს ეხებოდა უსაფრთხოების ნაწილს და თქვათ იქ ნახსენები იყო, რომ ეს შეთანხმება მოიცავს მათ შორის გულისხმობს თავის თავში იმას, რომ ეს ბიზნესი ბჭყალებში ასე თუნდაც ასე დავარქვათ, უნდა იყოს დაცული და უსაფრთხო და აქ უკვე შემოდის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი და მანდ იყო ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი, რომ ამ მინერალების საბადოების 20%-ზე მეტი თუ სწორად მახსოვს მდებარეობს იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ამ პრეტენზია აქვს რუსეთს და მის კონსტიტუციაში აქვს გაფორმებული, ან ფაქტობრივად დღეს აქვს ოკუპირებული. ხო, აი ეს ჩემთვის ეგ ნაწილი არის ყველაზე საინტერესო, თუნდაც დღეს იგივე როცა საუბრობთ ტომაჰავკებზე თუ სხვა ტიპის მხარდაჭერაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თუ გნებავთ მიყიდვაზე რა მნიშვნელობა აქვს საბოლოო შედეგის თვალსაზრისით, რამე გავლენას თუ ახდენს თქვათ ეს მინერალების შეთანხმება ამ ნაწილში, რომ აქ უფრო მეტად იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი წარმოქმნილი უსაფრთხოების ნაწილში უკრაინაში. მაგაზე დავიწყებდი იმით, რომ შეერთებულ შტატებს საკუთარი ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით 50 მინერალი თუ სხვადასხვა სახის წიაღისეული აქვს მონიშნული, როგორც ამერიკის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამ 50-დან 25 მდებარეობს უკრაინაში. დაახლოებით ეს შესაძლოა იქ მეორადი გადამუშავების საფუძველზე კიდევ გაიზარდოს ეს 25-ზე მეტი თქვათ მასალა მიიღო შეერთებულმა შტატებმა საბადოების ათვისების შემდეგ. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, აი ბოლოს ახლა პარასკევს განვითარებული მოვლენები, როცა ჩინეთმა ფაქტობრივად უარი თქვა ამერიკისთვის იშვიათი მინერალების და სხვადასხვა ესეთი ძალიან საჭირო, განსაკუთრებით მაგნეტების გასაკეთებელი კომპონენტების მიყიდვაზე, ასევე ინდუსტრიული ბრილიანტების თუ ინდუსტრიული ზუსტი ტერმინი ქართულად როგორ არის სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ industrial diamonds ესე ქვია, რომლებიც უკიდურესად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თქვა ჩიპების წარმოებაში, სამხედრო ინდუსტრიაში ძალიან ბევრი მიმართულებით. ანუ ამ პარასკევის შემდეგ ჩინეთმა გადაწყვიტა, რომ აღარ მიყიდის ამერიკას ამ უკიდურესად მნიშვნელოვან რაღაცა კომპონენტებს. შესაბამისად, აქ უკრაინა უკვე შემოდის როგორც უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა ნაწილი თუ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. კი, რუსეთსაც აქვს მინერალები, ნაწილი უკრაინის სუვერენული აქტივების არის რუსეთის მიერ ოკუპირებული დღეს, მაგრამ რუსეთისგან შეერთებულ შტატებს არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ერთმშვენიერ დღეს ისევ არ იტყვის და თქვათ არ გააძევებს იქიდან ამერიკულ კომპანიებს, როგორც ეს ნახეთ ცოტა ხნის წინ. ან რამდენად ენდობიან თვითონ ამერიკელი ინვესტორები იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადონ ფული. ან ძალიან ბევრი წახნაგი აქვს ამ თემას და ამ ეტაპისთვის, აი გამომდინარე იქიდან რაც ხდება ახლა გლობალურ ასეთ ეკონომიკურ ძალთა ბალანსის გადანაწილებაში ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. უკრაინა გაცილებით უფრო დაწინაურდა. მე ასე ვიტყოდი, ამერიკის ინტერესებში ვიდრე აქამდე იყო. შენ ახლა ჩინეთი ახსენდა, რა მაინტერესებს, ეს უარის თქმა ხომ არ არის ერთგვარი პრევენცია იმ 500%-იანი ტარიფების, რომელზეც ტრამპი საუბრობს და რამდენად რეალისტურია, რომ ეს იმუშავებს. თითქოს რაღაცა ეს გაკვეთილი უკვე გავიარეთ თითქოს, ხო, ტრამპი ეცადა დაწესებას, იმათმა სარკისებულად უპასუხეს და მეორე ორივე მხარემ ისე გააფორმა, რომ თვითონ იყვნენ მოგებულები და ისევ დაუბრუნდნენ, ასე ვთქვათ, ძველ ნიშნულებს, ხო? რამდენად ერთმანეთთან კავშირშია შენი აზრით ეს ორი ამბავი და რამდენად შეიძლება რეალურად იმუშაოს?
კავშირში ვფიქრობ, რომ არის უკიდურესად დაძაბული და რა ვიცი, ალბათ ყველაზე კომპლექსური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახლა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ ჩინეთმა უფრო მეტად შეისწავლა და ისწავლა ტრამპი. ამიტომაც ვხედავთ, ვთქვათ, ჩინური გადმოსახედიდან უფრო მეტად ხისტ მოქმედებებს, ვიდრე აქამდე შეგვეძლო წარმოგვედგინეთ. თუნდაც ის რომ ვთქვათ, აკრძალა ამ მინერალების თუნდაც ის რომ ვთქვათ ტარიფების საპირწონე ტარიფები დაუწესა შეერთებულ შტატებს აქამდე თუ ვთქვათ ტრამპს შეეძლო გაეყვანა რაღაცა თუ გასდიოდა რაღაცა მუქარა რაც გასდის მაგალითად რუსეთთან მე ასე ვიტყოდი ამ ტომაჰაკების შემთხვევაში ეს აღარ გასდის ჩინეთთან და ამიტომ ვფიქრობ ეს ერთმანეთთან კავშირში რა თქმა უნდა არის მოლოდინი არის იმისა რომ ტრამპი და ში შეხვდებიან ერთმანეთს მომდენო კვირების განმავლობაში და სანამ ეს შეხვედრა შედგება, მანამდე უნდა მოხდეს რაღაცნაირად გადანაწილება და შეთანხმების მიღწევა. ნახოთ, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი. ტრამპზე ამბობენ იმას, რომ ის ყოველთვის ბოლო მომენტში ყოველთვის უკან იხევს, ან გადაწყვეტილებას ცვლის და ნახოთ, რამდენად არამყარი იქნება მისი დამოკიდებულება ჩინეთთან ამ შემთხვევაში. ერთი პატარა კითხვა და მე მგონი იას უკვე ხო დავემშვიდობოთ. მანდ ჩინეთს რადგან საუბრობთ ნავთობის საკითხი, რუსული ნავთობის შესყიდვის შემცირების პერსპექტივას რამდენად ხედავ, ვიცით რომ აქ ხრივად ცდილობენ წნეხს, ინდოეთზე იყო რაღაც პოზიტიური სიგნალები რომ თითქოს უარი თქვა, ტრამპმა თქვა რომ ჩემმა მეგობარმა მითხრა ინდოეთის ლიდერმა რომ აღარ შეისყიდიან და რაღაც დრო დაჭირდებოდა და სტატისტიკაც ვნახეთ რომ ზაფხულის შემდეგ მკვეთრად არის დაცემული რუსული ნავთობის შესყიდვა. ჩინეთის შემთხვევაში როგორ ფიქრობ აი ამ სურათს რა პერსპექტივა აქვს რომ შემცირდეს? ჩინეთის შემთხვევაში მართალი გითხრათ არ მაქვს მაგის მოლოდინი, გამომდინარე იქიდან რომ ჩინეთი გაცილებით უფრო მძლავრი მოთამაშეა გლობალურ ბაზარზე, ვიდრე არის ინდოეთი. მაგალითად, ჩინეთს შეუძლია გარკვეული, ვთქვათ, ტკივილების ატანა, ან საკუთარი, ვთქვათ, ბიზნესისთვის დავალება რაღაცა უფრო ცენტრალიზებულად ეს ჩინეთი ხომ არ არის რაღაცა საბაზრო ეკონომიკა, რომელიც თავისუფლად ვითარდება, ძალიან ბევრ ასპექტს ბიზნესის მუშაობისას განსაზღვრავს კომუნისტური პარტია და არის უკიდურესად ცენტრალიზებული ეს პროცესი. ჩინეთზე გაცილებით უფრო ნაკლები ბერკეტი აქვს ალბათ შეერთებულ შტატებს, რომ ამ ნავთობის შესყიდვა შეუზღუდოს. არ მგონია ჩინეთს ეშინოდეს შეერთებული შტატების ტარიფების, რაც ძალიან კარგად ვნახეთ ამ ბოლო პერიოდში. პირიქით შეერთებული შტატები ცოტათი უფრო წაგებულ პოზიციაში გამოდის ახლა ტარიფებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპს მოუწია საკუთარი პოზიციის შეცვლა ჩინეთთან დაკავშირებით. უფრო მნიშვნელოვანი ალბათ იქნება ის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა შეწყვიტონ ბოლომდე რუსული ენერგორესურსების ყიდვა, ეს ეხება არა მარტო ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, არამედ გაზსაც. ევროკავშირი 2027 წლისთვის აპირებს უკვე ამ პოლიტიკის, ვთქვათ, აღსრულებას ბოლომდე, მაგრამ პრობლემად ისევ რჩება ის, რომ, ვთქვათ, თუნდაც დღეს ინდოეთის მიერ გადამუშავებული ნავთობი სხვადასხვა ფორმით უბრუნდება ევროპას და ევროპა ამაში საბოლოო ჯამში იხდის ფულს. შესაძლოა ინდოეთის ის გადამამუშავებლები, რომლებიც ტარიფების რაღაცა სამიზნეები აღმოჩნდნენ, თუ ინდოეთი თვითონ აღმოჩნდა ტარიფების სამიზნე, მაგრამ ის საწარმოები, რომლებიც ამუშავებენ რუსულ ნავთობს, უბრალოდ შედარებით ნაკლებ შემოსავალს იღებენ, თუმცა ეს მაინც მომგებიანია მათთვის და მაგიტომაც არ ვნახეთ ის, რომ რაღაცა ესე ავტომატურად შეწყდა. კერძო სექტორი ძალიან რეაგირებს ინდოეთში, გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით უფრო თავისუფალია ინდოეთში საბაზრო ეკონომიკა, ვიდრე ეს არის ჩინეთში და ის რა ვარდნა, რასაც ხედავთ, არის სწორედ კერძო სექტორთან დაკავშირებული, რომ ამ კომპანიებს ეშინიათ
დასანქცირდნენ შეერთებული შტატების მიერ, რაც მერე მათ აუკრძალავს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში თუ არა ყველგან ბიზნეს საქმიანობის წარმოებას. ასე რომ ჩინეთი ძალიან განსხვავდება ამ შემთხვევაში, გაცილებით უფრო ძლიერი მოთამაშეა, გაცილებით უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს და შესაძლოა ამ მხრივ როგორც ესეთი ავტოკრატიულმა ქვეყანამ უკეთესად დაგეგმოს საკუთარი ნაბიჯები, ვიდრე ვთქვათ დემოკრატიის შემთხვევაში ტრამპი შეძლებდა ამის დაგეგმას, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ინტერესი აქვს ტრამპს გასათვალისწინებელი, რასაც ვერ ვიტყვით ჩინეთზე, ჩინეთი როგორც ეტყვის ბიზნესი ისე მოიქცევა. ასე რომ ნახოთ, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ შემცირდეს, პირიქით ახლა ბოლოს რამდენადაც გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, რუსეთი ჩინეთს თხოვს, რომ კიდევ ერთი დამატებითი მილსადენი აშენდეს, ჩინეთმა თითქოს თანხმობაც უთხრა და არც უთხრა თანხმობა და ასევე ის მილსადენი, რომელიც ეს მეგა პროექტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ უკვე აშენდა, საკუთარი შესაძლებლობის ნახევარსაც ვერ ავსებს ჯერ, ანუ ჩინეთი არ ყიდულობს იმდენ გაზს რუსეთისგან, რამდენის მოლოდინიც ჰქონდა რუსეთს, რომ გაყიდინა მილსადენით. ასე რომ ძალიან საინტერესოა საბოლოო ჯამში ის, რასაც ხედავთ, რამდენად დათმობს, რამდენად არის უკრაინა და რუსეთის ომი უკრაინაში ამ მოლაპარაკების ნაწილი, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ კვეთა რო არის ამ საკითხების ეს რა თქმა უნდა ძალიან ცხადია და რამდენად დათმობს ჩინეთი თქვა შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რამდენად წავა კომპრომისზე ან არ წავა კომპრომისზე იმისთვის რომ რუსეთის ინტერესები დაიცვას ეს ჯერჯერობით აი ესეთი შტრიხებიც კი არ გვაქვს ამის გამოკვეთილი. დიდი მადლობა ია, მადლობა შენი დროისთვის და ჩართულობისთვის. თამართან უნდა გადავიდეთ, როგორი იყო ბრიუსელში რეაქცია, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან ცხელია და ახლა მოხდა ეს სატელეფონო 2 საათიანი საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის, მაგრამ გარკვეული ფიდბექები იქნება უკვე ბრიუსელში ალბათ და კარგი იქნება თუ გაგვიზიარებ რა რეაქციები მოყვა ამ ყველაფერს. ია დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის. ფიდბექებს რაც შეეხება ზუსტად იმ დროს დავიწყეთ ჩაწერა, როდესაც დასრულდა პუტინის და ტრამპის საუბარი და სამწუხაროდ ამ მომენტისთვის ახლა ჯერჯერობით, რადგან თქვენთან ვარ ჩართული, ან მქონდა საშუალება, რომ ამ პარალელურად თვალი მედევნებინა რეაქციებისთვის თქვათ ევროკავშირის მხრიდან, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ახლა ძალიან აქტიურად ადევნებს თვალყურს და ასევე კიდევ მეგობრებო, მინდა ვთქვა, რომ არ შევიყვანოთ ჩვენი მე პირადად არ შევიყვანო მაყურებელი შეცდომაში, სანახავია არის თუ არა დღესდღეობით უნგრეთი მაინც რომის სტატუტის წარმომადგენელი, რადგანაც ბოლო პერიოდში საუბრები ამასთან დაკავშირებით იყო. მე გამახსენდა, რომ წინა ბოდიში თამარო გაგაწყვეტინე, ანუ წინა შემთხვევაში, როდესაც საუბარი იყო არჩევდნენ ლოკაციებს პუტინისა და ტრამპის შეხვედრის და იქ განიხილებოდა თურქეთი და ნახსენები იყო უნგრეთიც, მაშინ გაიჟღერა თითქოს რომ გამონაკლის დაუშვებდნენ. თუ არ ვწდები, ამაზე იყო საუბარი. შვეიცარიაც დასახელდა მაშინ და ხო, თუ ესეთი ალბათ ესეთი რანგის შეხვედრა მაინც იქნა დაგეგმილი, სავარაუდოდ რომც იყოს დღეს უნგრეთი რომის სტატუტის წარმომადგენელი, ნუ გააჩნია, რადგანაც ახლა ყველაზე, ანუ ასეთ ვითარებაში, როდესაც ტრამპიც ამბობს, რომ ამდენი ომი მშვიდობით დაასრულა და ყველაზე ცხელი თემა რჩება უკრაინა და თან ხედავთ რომ პირიქით უფრო და უფრო იძაბება ურთიერთობები რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რა თქმა უნდა ევროკავშირს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესია ეს ომი იქნეს დასრულებული იქნეს ისე რომ რუსეთს აღარ შესწევდეს ძალა ხელმეორედ წამოიწყოს ევროპის კონტინენტზე საომარი მოქმედებები და რომ აღარ შესწევდეს ძალა თუნდაც ჰიბრიდულ ომში იყოს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან, ამიტომაც რა თქმა უნდა ამ მხრივ ევროკავშირი ყველანაირად ითანამშრომლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა მე მგონია რომ ევროკავშირი მაინც იქნება სკეპტიკური გამომდინარე იქიდან თუ როგორ მოვლენების რა განვითარებასაც ხედავთ თუნდაც რუსეთის და ვლადიმერ პუტინის ქცევების მიხედვით.
მან ჩემი აზრით მთელი ტრაგედია იმაშია, რომ პუტინზე ვიცით რა განწყობისაც არის და რა დამოკიდებულებისაც არის საერთაშორისო სამართლის მიმართ და საერთაშორისო წესრიგის მიმართ და მთელი ტრაგედია იმაშია, რომ ტრამპიც პრაქტიკულად იგივე დამოკიდებულების არის და იგივე რომის სტატუტის თუნდაც გამონაკლისის წესით დაშვება, რომ ომის დამნაშავე რომის სტატუტის წევრმა ქვეყანამ არ დააკავოს, თუნდაც დიდი სიკეთისთვის გამონაკლისმა ეს ნამდვილად არის დარტყმა საერთაშორისო სამართალზე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და იმ წესრიგის რღვევაზე, რა წესრიგზეც დაფუძნებული არის დემოკრატიული სამყარო. ეს არის ჩემი აზრით მთელი ტრაგედია ამაში, თორე რა მართლა თურქეთში შეხვედროდნენ, ხო, რა პრობლემა იქნებოდა ან თუნდაც შვეიცარიაში. მაგრამ არა, აი ეს რაღაცნაირად იმ პოზიციის და პოლიტიკის გაგრძელება არის, რომ ძლიერი ბიჭები რაღაცეებს ალაგებენ, თუნდაც დიდი სიკეთის სახელით, ხო? მაგრამ ეხა მაგას კიდე ჩაგეჭრები, დაინახე თუ გავიხსენებთ სუბოლო პუტინის ვიზიტს შუა აზიის ქვეყნებში, აქ ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა და განცხადება საპროტესტო გააკეთა, რომ პუტინი სწორედ იმ ქვეყანაში იყო ჩასული, რომელიც რომის სტატუტის წევრია და საკმაოდ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პოზიცია დარჩა და მშვენივრად იყო იქ ჩასული პუტინი, ყველამ კარგად ნახეთ, სადაც ალიევსაც შეხვდა. მაგას გულისხმობს ზუსტად და ახლა მინდა ჩვენს მსატკივარს. მაგრამ სანამ ჩვენ სატკივარზე გადავალთ, ანუ ტრამპის და პუტინის სატელეფონო 2 საათიანი ზარის ეგრეთ წოდებული ნიადაგის მოსამზადებელ პროცესზე მინდა გკითხო. ანუ შეიარაღებული რუსები ესტონეთის საზღვართან, დრონების შეტევა ევროპის მსხვილი ქალაქების აეროპორტებზე, აეროდრომებზე. ანუ ხო არ ფიქრობ, როგორი იყო თვითონ ეს შეფასებები ბრიუსელში, როდესაც აი ეს ამ ომის, ანუ ამდენი დრონი შეფრინდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის უახლოეს სამეზობლოში, სადაც ვისთანაც აქვს სახმელეთო საზღვარი, იგივე ნორვეგიაში და იგივე ევროპის სიღრმეში, თუნდაც მიუნხენის აეროპორტში და შეაჩერა ფრენები და ამ შემდეგ. ანუ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია პენეტრაცია ნატოს საჰაერო სივრცეში, შეუძლია პენეტრაცია ევროკავშირის საჰაერო სივრცეში, შეუძლია შეუშვას დრონები იქ, სადაც ყველაზე ნაკლები მოლოდინია. აი რა რეაქცია მოყვა ამ ყველაფერს და ხო არ ფიქრობ, რომ ეს იყო ერთგვარი საფუძველი ნიადაგის მომზადება სწორედ აი ამ სატელეფონო საუბრისთვის, რომელიც შედგა ბუკვალურად 1 საათის წინ. არათუ დრონები ჩვენ ნახეთ ხო ვიდეოები მწვანე ეგრეთ წოდებული მწვანე კაცუნების ასევე ევროკავშირის საზღვრებთან და ალბათ ყველას გაახსენდა ყირიმის ვითარება ამ მხრივ ბრიუსელში იყვნენ შეკრებილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ხდომაც იყო და ნატოს თავდაცვის მინისტერიალიც, უკვე ძალიან ღიად იძახიან ალიანსის და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, რომ ფაქტიურად რუსეთთან ჰიბრიდულ ომში არიან და ამ მხრივ ეს ითვლება არა მხოლოდ საინფორმაციო ომი, არამედ აი რაც გიორგი შენ დაასახელე, ასეთი სახის ქმედებები და პრინციპში თუ ევროკავშირთან მიმართებაში უკვე ერთხელ თქვი და ნატოსთანაც სიტუაცია საკმაოდ ისეთი არასტაბილურია და თავის მხრივ თუ მიაქციეთ ყურადღება აქტიურად ვრცელდება რუსი პროპაგანდისტების მხრიდან როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თვითონ პროპაგანდისტულ არხებზეც მუდმივად პედალირება და მუდმივად ევროკავშირის აი რაღაცა მტრული და ომის პარტიის სახით გამოჩენა და რომ თითქოს რუსეთს სურს ვითომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დაარეგულიროს, ეს სურს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ევროკავშირი და ცხელი მთავები, რომელსაც მიეკუთვნება მერცი, რომ ამ პროცესს უშლიან ხელს. რაც შეეხება რაღაცა დაკავშირებადობას, ვთქვათ, სატელეფონო საუბარს და იმას, რომ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ
თქვათ ევროკავშირს და ნატოს რაღაცა მოლოდინები აქვს, მე მგონი რომ ძალიან კარგად დაინახეს უკვე ნატოშიც და ევროკავშირშიც პუტინის როგორც თქვით აი ხასიათი და არ მგონია რომ რაღაცა განსაკუთრებულ გარღვევას შეიძლება ელოდონ. ჩემი გადმოხედვით ისინი უფრო ალბათ ელოდებიან რომ რაც დრო გავა ტრამპი უფრო დაინახავს რეალურად პუტინის სახეს და პირიქით რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტად გადმოვა ევროკავშირის მხარეს და უფრო მეტად იქნება მოტივირებული უკრაინის დახმარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ ომი და სამხედრო კონფრონტაციაში შესვლა არც ნატოს უნდა და არც ევროკავშირს უნდა და დღევანდელი მოცემულობა ისეთია რომ იბრძვის უკრაინა და უკრაინა აკეთებს თუნდაც ევროპის კონტინენტის ქვეყნების საქმეს იმისთვის რომ დაიცვას უსაფრთხოება და ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება იმით რასაც უკრაინა ითხოვს. ასე რომ სულ რომ შეხვედრა რაღაცნაირად დაიგეგმოს და იქ რომის სტატუტი ეს სიტუაცია დროებით გაიყინოს ამ პაუზა გაკეთდეს მე ნაკლებად მგონია რომ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს რაღაცა ილუზიები ქონდეთ რომ პუტინი ახლა ისე დათმობაზე წავა თუნდაც იყოს ეს ძალიან ახლო პერსპექტივაში ჩემი აზრით მათ უკვე გააზრებული აქვთ ძალიან კარგად და ბუნდესტაგის უსაფრთხოების ხელმძღვანელობა გერმანიის უსაფრთხოების ხელმძღვანელობამ ბუნდესტაგში რამდენიმე დღის წინ ამაზე ისაუბრა ჩემი აზრით ისინი მაინც უკვე აანალიზებენ რომ დღეს თუ არა თუ კი სანამ იქნება პუტინი და სანამ ეს რეჟიმი იქნება ამგვარი რუსეთში მაინც მოიკრებს ძალას როცა მოიკრებს რუსეთი ძალას და იგივეს გააკეთებს ამიტომ აპრიორი თვითონ ეს იმპერიალისტური რეჟიმი რუსეთის უნდა დაეცეს და რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს რომ ასე მოქცება არც მეზობლებთან და არც მშვიდობიან ქვეყნებთან არ შეიძლება. ანუ რამდენად აქტუალურია ისევ ის თეზა რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში რუსეთი თავს დაესხმება ალიანსს ან ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას. ანუ რამდენად გააქტიურდა ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ იყო ამაზე საუბარი, მაგრამ აი ახლა როგორ დგას დღის წესრიგში ეს თემა? გააქტიურებულია საკმაოდ და ვახსენე ბუნდესტაგში გერმანიის უსაფრთხოების ხელმძღვანელის გამოსვლა, სადაც ზუსტად ამ თემაზე ისაუბრა. აქაც ნახეთ როგორ არის ქვეყნების მიხედვით არის ძლიერი ქვეყნები, ჩვენი ბალტიელი მეგობრები და პარტნიორები, ფინეთი, დანია, ამაზე ძალიან აქცენტირებას აკეთებენ და ამაზე მიდის საუბარი და ბოლო აი როგორც უკვე აღნიშნე თავდაცვის მინისტერიალზეც ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა რეზილიენს ანუ რომ მდგრადობა და მზადება თქვათ იმისთვის რომ მედეგობა მე იმის შემთხვევაში თუ კი ასეთი კონფლიქტი მოხდა და ნუ ხედავთ ჩვენ ხო ბიუჯეტის რამხელა ნაწილი მიდის დიდი ქვეყნების უკვე და გათვლილია და თავად ევროკავშირსაც უკვე სტრატეგია სუსხანაერი აქვს თავდაცვის და იქ დრონების კედლის უკვე სტრატეგია იყო გამოტანილი და ევროპარლამენტშიც მიიღეს ეს სტრატეგია და ანუ სხვა მიმართულებით მიდიან და როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევაც აჩვენებს უმეტეს ქვეყნებში მხარს უჭერენ იმას რომ ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ თავის ქვეყანაში და დემოკრატიებში ხომ ესე არის მთავარია რომ მოსახლეობის ნებაც ემთხვეოდეს თუნდაც იმ გამოწვევებს რასაც ხედავენ დღეს ხელისუფლებაში მყოფი პარტიები და მათი მხრიდან დასაბუთებაა საჭირო იმისთვის რომ მოქალაქეებმა მეტი გადასახადი მიმართონ თქვათ არასოციალურ და განათლებაზე მედიცინაზე ანუ ის კი არა რომ რაღაცას დააკლდეს და იქ წავიდეს მაგრამ ნუ გადანაწილება ხომ სხვანაირად უნდა მოხდეს და რა თქმა უნდა დემოკრატიულ ხელისუფლებებს მოსახლეობის მხარდაჭერა ჭირდებათ ამაში მაგრამ განწყობას ვხედავთ პრინციპში ევროკავშირში როგორია რომ თუნდაც აი ამ დრონების შეფრენები გამოფრენები ფრენების შეჩერებები ეს ხომ აისახება ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და ისინიც ხო ხედავენ რომ საფრთხე რეალურია
რა თქმა უნდა, სადაც 25 რეისი როცა გადაიდება ყველაზე ერთ-ერთ დიდ მიუნხენის აეროპორტში, ეს ხომ პირდაპირ მოქალაქეებზე აისახება, შესაძლოა ვლადიმერ პუტინის მიზანით სწორედ ეს იყოს, მაგრამ ერთის მხრივ თუ ეს მიზანი მისთვის რაღაც შედეგის რაღაც მხრივ მომტანია, მეორეს მხრივ ევროპელებს აიზულ შედეგის მომტანია, რომ მოქალაქეებს მეტი დაცულობა უნდათ და მეტად ენდობიან იმ მოთხოვნებს და იმ გაზრდილ თქვათ ხარჯებს თავდაცვას. რაზეც არის საუბარი. მოდი დრო უბრალოდ ვცდილობ რომ დრო მეორე თემა, ანუ მოდი ეს თემა ერთი ნაწილი დავხუროთ. გთავაზობთ რომ თითო წინადადებით თქვათ ბოლო სიტყვა ხვალინდელ ამბავზე, თითო წინადადებით მე ვარ იმაზრზე რომ ისევ რაღაც ვადას ვიხილავთ, ან უბრალოდ შეჭამს ამ ტომაჰავკების თემას პუტინთან შეხვედრის დაანონსება და რაღაცა ისევ იმ წრეზე წავალთ. ასეთი განცდა მაქვს სამწუხაროდ რომ ეს ზარი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება მაგ ნაწილში, რასაც ხვალ ველოდებოდით იდეაში პუტინის და უბრალოდ ზელენსკის და ტრამპის შეხვედრიდან დიდი ალბათობით აქეთ წავა. მნიშვნელოვანია ის რაც აღნიშნა თამარმა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, აი ამ გაუთავებელი ცეკვების მიუხედავად ევროპამ აკეთოს თავის საქმე, მათმა სამხედრო ინდუსტრიამ იმუშაოს იმ ტემპით და უფრო მეტით რასაც აკეთებენ და ამაზე უკვე არის პირველადი ცნობები რომ რაღაცა ერთწლიანი პროექტი ერთი წლის შემდეგ რომ ელოდებოდნენ პირობითად გერმანიაში რაღაც კონკრეტული შეიარაღების წარმოების უკვე დახალზე გამოჩენას ასე ვთქვათ, ის რამდენიმე თვეში მოახერხეს და საკმაოდ კარგი ტემპით მიდის ამ მხრივ და ნუ გარდა ამისა არის უფრო და უფრო მეტი პროექტები უკრაინის დასაფინანსებლად, მათთვის შეიარაღების მისაწოდებლად, ჩეხეთის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობდა, მაგრამ ეგაც მოიხსნა და ეს მნიშვნელოვანი არის ჭურვების პროგრამის მხრივ და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ხო ევროპა იმედია გააგრძელებს იგივე ტემპით მაგ საქმის კეთებას, მე ამას ვიტყვი ამ თემაზე და დიდი ალბათობით ხო მომდევნო რაუნდი იქნება ტრამპს და პუტინს შორის. აბა დაველოდოთ რა იქნება, მოდი ახლა მივცეთ შანსს მშვიდობას და ასე შემდეგ. თქვენ რა თქვით? გადავიდეთ მეორე თემაზე. ეგ არის? ხო, ანუ მოლოდინების რაღაცა პროგნოზის გაკეთება. ნახოთ, ხვალინდილ დღეს დაველოდოთ რა. შევხედოთ რა იქნება. კი, მით უფრო რომ ჩემი შიშები გაგიზიარეთ. ხვალინდილ დღესთან დაკავშირებით და თამარს დავეთანხმები იმაში რომ ევროკავშირი გაცილებით თანმიმდევრულია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და თუკი ტრამპის დაიწუნა პოლიტიკა გვაქვს, ევროკავშირი ძალიან მიზანმიმართულად საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებს თანმიმდევრულია უკრაინის მხარდაჭერაში და ეს თანმიმდევრულობა განაპირობებს იმას, რომ მოსკოვში და კრემლში Deep State და გლობალური ომის პარტიას ვაშინგტონში აღარ ეძებენ და ბრიუსელში ეძებენ და ეს თავისთავად უკვე პასუხობს იმას თუ რატომ ეძებენ ასევე თბილისში პრობლემებს ევროკავშირში და ასე რბილად გადავიდეთ ჩვენს კი ბატონო როგორ დააჯარიმეს ფინეთის საგარეო მე ვხუმრობდი მეგობრებთან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ქალი მაგრამ ეუთოს თავმჯდომარეა თან აბსოლუტური აბსურდი რომ ჩამოვიდა მაშინ იყო ჩვენი ლეგიტიმაციის დამამტკიცებელი რომ აი თუ არა ვართ ლეგიტიმურები და ერთ დღეში გახდა ნაცი აკაცუკი არ უჯერებდი ჩემ ყურს პრემიერ მინისტრს რო ეძახის თავის თავს ადამიანი ის რომ ეუთოს თავმჯდომარეს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აკაცუკად მოიხსენიებს სიტყვები არ მაქვს. თამარამ როგორც ამბობენ, ჩეკი ამოურტყეს 5-ით. ხო, და დააჯარიმეს. კიდე კარგი ის კანონი ჯერ არ არის ზავაში დაჭერას რო იგულისხმებთ. ხო, ვითვალისწინებთ. ესე ამბობენ, რომ ეს ჩეკი ამოურტყეს. თამარამ ახსენა ცხელი თავები წეღან ევროპაზე და ხო, ნუ მათ ძალისხმევაზე რო საუბრობდა და ცხელ თავებში ალბათ მოიაზრება ერთ-ერთი აქტიური ბოლო დროს არის ტუბი და აქ სადაც ახლა ვართ, აქ ჩემ მეგობრებთან ერთად ხუმრობდი, მარიამოსაც ვეუბნებოდი ჩემ მეუღლეს, აი დაიმახსოვრე მეთქი რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად ქართული ოცნება დაარტყამს ფინეთს, ხო. არ მახსოვს რა შემადგენლობა ვიყავით, მაგრამ ამაზე ნამდვილად ვსაუბრობდით, ალბათ 2-3 კვირის წინ, როგორც კი. ხო, ანუ ეს იყო ძალიან პროგნოზირებადი და ასეც მოხდა და რაღაცნაირად მოიძებნა ამის საბაბი, რომ როგორღაც ესე
ესეთი გამოხტომები გვენახა საქართველოში კონკრეტულად ფინეთის მიმართ, თუმცა არ არის ეს ერთადერთი. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ გააქტიურებულ კამპანიაზე, რომელიც ეხება ბავშვთა სქესის შეცვლას, ეს ახალი თემები, ახალი არა, ძველი თემები, რომლებიც ეხება ხელახლა ამოტივებდა. ახალ სპირალში შევიდნენ გამწვავების, ისე გამწვავეს უკვე წარმოუდგენელი არის, თითქმის ეთერს არტოვებენ, რომ ამ თემაზე არ ელაპარაკონ, რაღაცა გაუგებარი სტატისტიკები მოყავთ. თამარ, რა ხდება გაუგებინე, ეს ბავშვები მართლა იცვლიან ასე სქესს და მშობლებს არაფერს გაკეთება არ შეუძლიათ? მოდი ერთ სიტყვას ვიტყვი ძალიან მოკლედ, რომ ბექა აბსოლუტურად გეთანხმები, თუმცა აქ მე მგონი ზუსტად რა თქვა ძალიან სწორად, რომ აქცენტი იმაზე კი არ უნდა იყოს და იმაზეც უნდა იყოს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია EUTHOS მოქმედი თავმჯდომარეა ორგანიზაციის, რომლის წევრიც საქართველოა და რომლის წინაშეც გვაქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. ანუ აბსოლუტურად ლეგიტიმურად EUTHOS მოქმედი თავმჯდომარე მივიდა ადგილას, sadაც თუნდაც დაკვირვება მოეხდინა რეალურად რა ხდება EUTHOS წევრ ქვეყანაში, რატომ გამოდის ეს ხალხი 300-ზე მეტი დღეა, რა სურთ, რა აწუხებთ და ქვეყანა, რომელიც არის EUTHOS წევრი, რომელიც არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, აი ასეთ ქმედებას ჩადის. ანუ აქ ორ მხრივად მძიმე ვითარებაა, რომ არა თუ მხოლოდ ევროკავშირის წევრი ფინეთის პირველ დიპლომატთან მიმართებითაა ეს, არა, EUTHOS მოქმედი თავმჯდომარის მიმართ, რაც სრულიად წარმოუდგენელია. ახლა რაც შეეხება ამ ახალ ძალიან ძლიერ პროპაგანდისტულ გზავნილს. ნახეთ, რას დაუკავშირეს ეს ყველაფერი. რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ წარადგინა LGBTQ+ პირების თანასწორობის სტრატეგია 2026-2030. და ჩემი ვარაუდით, აი სადღაც რო იგეგმება ეს ანტიევროპული და fake news-ები, ეთყობა ეს სტრატეგია შეისწავლეს და იპოვეს ერთი წინადადება და აქ სხვათა შორის საინტერესო ის არის, რომ დაგუგლო რამდენიმე საიტია, რომელიც ასევე ასეთი შეფუთვით წარმოგვიდგენს ამ თემას და სულ ქართულ წყაროებს წარმოიდგინეთ. და რაშია საქმე? ამ დოკუმენტში არის ერთი წინადადება, უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა რომ მნიშვნელოვანია. ადამიანებმა როგორ ხდება ასეთი სახის ნარატივების შემუშავება და რომ არაფერ კავშირში არ არის სიმართლესთან. ნახეთ რა წინადადება აიღეს და შეფუთეს და ზემოდან დააშენეს სრულ ნარატივები და fake news-ი. კომისია ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, რათა მხარი დაუჭიროს თვით გამორკვევაზე დაფუძნებული გენდერული აღიარების პროცედურების შემუშავებას ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე. აი ამ წინადადებას დააშენეს, რომ თითქოს უკვე ევროკომისიამ და ევროკავშირმა შეიმუშავა და უკვე მალე ძალაში შევა კანონი, რომლის მიხედვითაც თურმე ბავშვები, რომლებსაც არ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა მარჩევნებში, მაღაზიებში თამბაქო თუ ალკოგოლი იყიდონ, აი მათ ყველას დაუკითხავად შეეძლება სქესის შეცვლა. მან სად წერია მაგ წინადადებაში, რომ სქესის შეცვლაზეა საუბარი, აქ საუბარია იდენტიფიცირება. ჯერ დავიწყოთ იმით. მოდი გავარჩიოთ ეგ. ავუხსნათ, რომ ევროკომისია ვერ იღებს ვერანაირ კანონს. ეს არის წყვილი. ევროკომისია არის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შედის წინადადებით. ეს წინადადება უნდა გაინიხილოს საბჭომ, უნდა განიხილოს ევროპარლამენტმა და საბოლოოდ მიიღონ წევრმა ქვეყნებმა. წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია ეროვნულ დონეზე, ისინი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში თუ არის მსგავსი კანონები, მიიღონ თუ არ მიიღონ. ანუ თეორიულად რომ დავუშვათ, რაც საერთოდ აქ არც წერია, რომ ყოფილიყო ასეთი სახის სულელური ჩანაწერი,
თქვათ, ევროკომისია შედის წინადადებით, ეს წინადადება გაივლის საბჭოს, გაივლის ევროპარლამენტს და საბჭო იტყვის, რომ კი, გვინდა კი, ჩვენც ვთვლით, რომ ამგვარი კანონი უნდა მიიღოს ევროკავშირმა და ავიღოთ, თქვათ, ფინეთი. ფინეთს იტყვის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ეროვნულ დონეზე ჩემს კონსტიტუციას და მარტივად არანაირ კანონს არ მიიღებს, როგორც არის თუნდაც ერთსქესოვანთა ქორწინება ახლა დღეს. და მხოლოდ 16 ქვეყანას აქვს დაკანონებული და ვერც დაავალდებულებს ევროკავშირი და ვერც აიძულებს ვერავის. ევროკავშირი და კონკრეტულად კომისია თვლის, რომ ამ ორგანიზაციაში უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები და რომ ადამიანის უფლებებში შედის ასაკის მიუხედავად ადამიანმა განსაზღვროს რაც მოიაზრებს თავს და ნახეთ განმარტებებში რომ ჩავედი სქესზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია თუნდაც სახელი თამარის მაგივრად რომ რავი ჯონი მერქვეს ლაპარაკია პასპორტში ასევე ანუ მე მინდა მდედრობითი მამრობითი თუ სხვა აი სხვა ანუ შეიძლება საერთოდ არ მინდა მამრობითი და არ მინდა რომ იდენტიფიცირებული იყოს ჩემი სქესი. თუმცა ეგ მთავარი არის სწორედ ის რომ აქ არ არის საუბარი იმაზე რომ გინდა თუ არ გინდა შენ ვინმე დაგავალდებულებს რომ ეს კანონი ეროვნულ დონეზე მიიღო. შეიძლება ეს ყველა ნაბიჯი იქნას მიღებული და შემდეგ უკვე როდესაც ეროვნულ დონეზე მიდგება საქმე შენ გაქვს სრული არჩევანის თავისუფლება ეროვნულ დონეზე ამას დაამტკიცებ თუ არ დაამტკიცებ. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კონკრეტული მაგალითები გვინახავს. შენ ეხლა მოიყვანე ეს მაგალითი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ასევე ძალიან აი საერთოდ LGBT თემას რო თავი დავანებოთ. სულ წინა კვირაში იყო მე მგონი პოლონეთმა თქვა რომ მე არ გავიზიარებ მიგრაციის შესახებ დადგენილებებს, იმიტომ რომ ეს ჩემს ეროვნულ ინტერესებში არ შედის და არავინ ბრიუსელიდან ვარშავას არ თხოვს რომ გინდა თუ არ გინდა მიიღე ეს მიგრანტები. ამიტომ როდესაც ვინმე ქვეყანაში აპელირებს იმაზე რომ აი ევროკავშირი ესეთი ცუდია და გვინდა კი ასეთი ევროკავშირი პირობებს რომელიც გვიწესებს თავს საბჭოთა კავშირს რო ადარებ, კაცო რანაირად ადარებ საბჭოთა კავშირი და მოსკოვიდან თითს რო დაგისკაპონებ უნდა გაგაკეთებდნენ და არ გააკეთებდი და შენი აჯობებდა და ბრიუსელი იღებს გადაწყვეტილებას და გეუბნება აგერ შენ გადაწყვეტილება გინდა მიიღე, გინდა არ მიიღე. არავინ არ გავალდებულებს ამ ამბავს და ეს არის ამ მთელი პროპაგანდის მარაზმი, რომ ამას ჩვენი ეგრეთ წოდებული კოლეგები თავის ხალხს მაყურებელს აჯერებენ. ეს არის მთელი აბსურდი და მარაზმი ამ ამბავში. თავი რო დავანებოთ რომ კობახიძეს თავისი პოლიტიკური ამბიციები და ნიშნები აქვს რა. და სანამ კიდევ უფრო გაუბრაზდი, ჩავომართვით ამეთ. თამარ, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ბრიუსელს უთქვამს ან დაუვალდებულებია რომელიმე ქვეყანა, რომ მიეღო ერთსქესიანთა ქორწინება, ან ნუ რაღაცა სხვა ისეთი საკითხი, რომელიც პირდაპირ აისახება მაგალითად საქართველოში ძალაუფლებაში მყოფი პირების განცხადებებზე. არა გიორგი, ხო აი კიდევ ერთხელ ხსნი რომ მაყურებელმა გაიგოს, ანუ ნახეთ რაღაცა კონკრეტული კანონისთვის ევროკომისია შედის წინადადებით, რომელიც უნდა განიხილოს საბჭომ, ევროპარლამენტმა კენჭი უყაროს და მიიღოს საბჭომ იმისთვის რომ ცირე ტექნიკური ხარვეზი გვაქვს. სანამ თამარი დაგვიბრუნდება, ერთ მოსაზრებას გაგიზიარებთ. ჩემი აზრით, ბოლოს წამოსული სიგნალები ბრიუსელიდან რაც იყო, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ვიზო აღარ გააუქმონ ქვეყნისთვის. ახლა აი თამარი დაგვიბრუნდა, დავასრულებ ამას, რომ როდესაც წამოვიდა ახალი სიგნალები ბრიუსელიდან, რომ შესაძლოა უვიზო აღარ გააუქმონ, ახლა გადაწყვეტეს რომ კიდევ რაღაცა ახალი სიგიჟეები დაიწყონ ევროკავშირის წინააღმდეგ, რომ ის ხალხი კიდე გააგიჟონ, რომ ეს საკითხი ისევ დაბრუნდეს დღის წესრიგში. რაღაცა ესეთი ცოტა შეთქმულების თეორიას გავს მესმის, მაგრამ ესეთი მე მგონია რომ უბრალოდ ამ აქციების 4 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით გადავიდნენ ახალ ეტაპზე, რაც ბევრ რამეს მოიცავს რა, ანუ კანონების ცვლილება, ეს აქციების ბოლომდე რაღაცა
დემონებად წარმოჩენა აქტივისტების და აგენტებად და გადამტრიალებლებად და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს დაემატება ეს კამპანია ანტიდასავლური, ანტიევროპული კამპანია და საბოლოოდ მივდივართ იმ აზრამდე, რაც დიდი ხანია ვფიქრობ, რომ მანდეთ მიდიან, ეგ იქნება რეფერენდუმი, რაც პრინციპში რაღაცა ეს პრორუსულმა ჯგუფებმა გააჟღერეს და აქეთ მიდის ეს ყველაფერი თანდათან საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იმისთვის, რომ ევროპა არის ცუდი, ევროპა გრყნის და ახლა მე არ გამორიცხავ, რომ კიდევ სხვა თემებიც არა მარტო რაღაც LGBT და ასე შემდეგ, ანუ კიდევ ბევრი სხვა მიგრანტები მაგრამ ამ საკითხს რო წერტილი დაუსვათ თამარ ძალიან კარგი იქნება რომ რაღაცა კონკრეტული მაგალითები აუხსნათ ხო და მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელსაც მაგათ იგივე ხორვატებთან რა მოხდა ხო ანუ ხორვატიაშიც ეს თემა იყო ძალიან აქტიური ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ უამრავი მითქმა იყო და საბოლოო ჯამში უბრალოდ კენჭი უყარეს ხო ამ საკითხზე თქვენს ჩვენ არ გვინდა ერთსქესიანთა ქორწინება და დასვეს წერტილი ამით დამთავრდა ყველანაირი რაღაცა დეзинფორმაციული კამპანია და დამთავრდა ეს რაღაცა მითი რაღაცა სისულელეების შესახებ ხო? ადამიანმა უბრალოდ რომ დაგუგლოს მარტივად არ არის აქ რაღაცა განსაკუთრებული ცოდნა და ევროკავშირის წესდების ცოდნა საჭირო. აი მარტივად რომ დაგუგლოს პირდაპირ ამოუგდებს ელემენტარული კითხვა ჩაწერონ. ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ერთსქესიანთა ქორწინებას და პირდაპირ ამოუგდებს პასუხს რომ არა. ევროკავშირი არანაირად არ ავალდებულებს და ეს საკითხი არის ეროვნულ დონეზე გადასაწყვეტი. მაშინ რომ ავალდებულებდეს, რატომ არ არის 27-ვე ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული? ეს აი ძალიან მარტივად გადასამოწმებელი ფაქტია. ეხლა მე მესმის რომ თქვათ ამ ბავშვებთან დაკავშირებით ეს დოკუმენტი უნდა წაიკითხო ყველაფერი გადახედო, გადმოხედო, ნახო ზუსტად ფორმულირებები, მაგრამ ამაზეც რომ დაინტერესებული პირი დაჯდეს და მოძებნოს, ნახავს რომ საერთოდ ამ წინადადებაშიც მსგავსი ფორმულირება არ არის და ეს არის აი ძალიან ზოგადი რომ რაღაც სტრატეგია შეიმუშავონ და ნახონ და გაცვალონ ქვეყნებმა ერთმანეთში საუკეთესო პრაქტიკა, რაც არის ქვეყნებში, რომ დაცული იყოს ადამიანის თავისუფლება იდენტობისგან გამომდინარე და ეს სტრატეგია კანონად შეიძლება არასდროს არ იქცეს. აი აქ გავაკეთე პატარა აუცილებელი და ეს არის უბრალოდ კომისიის აზრი ამასთან დაკავშირებით, როგორ გახდეს ევროკავშირში ადამიანი უფრო მეტად დაცული, მისი უფლებები იყოს ტექნიკური ხარვეზის დაგვეცი. აქვე გავაკეთე პატარა ექსპერიმენტი, GPT-ს ვკითხე, ავალდებულებს თუ არა EU, ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს ერთსქესიანთა ქორწინებას. თუ შეგვიძლია რომ მოვაზუმოთ, პირდაპირ წერია არა და მერე არის უკვე ჩაშლილი თუ რატო არა. ამ სკრინსაც მონტაჟში ჩავდებთ. მოკეთ, აი ახლა თამარი რომ ამბობდა, ამ წამს ავკრიფე კადრებში ჩანს, GPT-ს ვკითხე და არა, ცალსახა პასუხია და მერე არის ჩაშლილი განმარტება თუ რატო არა. ასე რომ, პატივცემულებო, მარტივი არის კრიტიკული აზროვნება 2-3 კითხვით მეტი დასმა და ყველაფერი ხო მე მგონია რომ პრობლემა უბრალოდ სხვაგან არის ამ კამპანიების სამიზნე აუდიტორია არ არის ის კატეგორია რომელიც ChatGPT-ს კითხავს ან დაგუგლავს ან რაღაცა დამოუკიდებლად მოიძიებს პირობითად კომისიის დოკუმენტს და ამას მერე ჩაშლის და გაანალიზებს რა. ანუ ამბავი არის იმაში ძალიან პოპულარული ენით ვიტყვი. ვიღაცამ ტელევიზორში გამოაცხადა, ეგენი ამას გვიპირებენო, მერე გავიდა ვიღაც ბირჟაზე, სადღაც რაიონში პირობითად თუ ქალაქში არა აქვს ამას მნიშვნელობა და გაიგე რა მომხდარა, აი ამ დონეზე ხდებოდეს ასეთი თემების განხილვა. და ეს სამწუხაროდ ჩვენ გარშემო ამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, კარგად აითვისეს მსგავსი პროპაგანდისტული კამპანიების დაგეგმვის კვალდაკვალ. მეთანხმებით ამაში თუ არა, თორე იცი რა მინდა თქვა, რომ ჩემთვის მაგალითად ყველაზე საოცრება ის არის და ალბათ
იმიტომაც ჩემი აზრით ადამიანთა რაღაცა წრეს ჯერ აი ეს წარმოუდგენელი რაღაცა მოგონილი თემა, როდესაც ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ამბობს ამას, ну ალბათ დამეთანხმები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერც წარმოიდგენს, რომ ეს უბრალოდ არის ტყუილი. კი, ეს ხო, ეს ამიტომაც არის ეს ყველაფერი მაღალი ტრიბუნებიდან გაჟღერებული. ხო? თქვათ, რომ მედია წევს ამ თემას და რაღაც ვიღაცა ექსპერტებს ან არ ვიცი. ხო და ეგაც მაგ ტიპის მსჯელობისთვის არის, თამარა, ჩემი აზრით. პასუხისმგებელი პირები და ფაქტიური მმართველები ქვეყნის ზუსტად იგივე სიტყვებს ლაპარაკობენ. კი ბატონო. ძალიან ბევრს და ისეთ ადამიანს, რომლის განათლებაშიც ჩვენ შეიძლება საერთოდ არ შეგვეპაროს ეჭვი. შეიძლება მან დაიჯეროს. თან ნახეთ რა არის, რომ საფუძველი, ანუ ეს წინადადება პრინციპში არის ამ სტრატეგიაში, მაგრამ ამ წინადადებას სულ სხვა რაღაცას აშენებენ. ხო, შეგიძლია ეგ წინადადება კიდევ ერთხელ ძალიან ჩახურთული წინადადება იყო. არა, შეგიძლია რომ კიდევ ერთხელ წაიკითხო? აბსოლუტურ ტყუილამდე. ერთი კითხვა უნდა დავსვა კიდე თამართან და მე მგონი დავიწყოთ მართლა ბოლოს სიტყვის თქმა, ხო? თამარ, დღეს გააკეთა კობახიძემ განცხადება, რომ ევროპაში ყველაზე გავრცელებული სახელი ბოლო პერიოდში არის ევროპაში არა, ბოდი. ნუ დავამახინჯებთ. ბერლინში, არც გერმანია არ ვთქვას, ბერლინი. ფაქტები და მხოლოდ ფაქტები. ბერლინი. მუჰამედი. ხო, რასაც მოყვა ჩვენი მუსლიმი თემის დიდი გამოხმაურება. მე მინდა გკითხო თვითონ ევროკავშირის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით. ქრისტიანულია, არ არის ქრისტიანული, როგორი არის? მე სულაც არ მინდა რაღაც წიაღსვლებში წასვლა, მაგრამ უბრალოდ ხა მაყურებელსაც რო გავახსენოთ, ხო, რაღაცა ყველაზე დიდი ბრძოლა ჩვენი ძლევაი საკვირველი და დავით აღმაშენებელი და ასე შემდეგ ვინ იყვნენ, ხო? მაშინ ვინ მონაწილეობდნენ, თუნდაც ვინ გვეხმარებოდა? ვინ გვეხმარებოდა, ხო? ანუ ჯვაროსნები ვინ იყვნენ, ხო? და მე თვითონ ჯვაროსნებს როგორ ქონდათ, ხო, აღწერილი, ხო, რომ თვითონ წმინდა გიორგი გამოიცხადა და ეს ჯვაროსნების აღწერილობაში არის, ხო? პირდაპირ როგორ ყვებიან. მაგრამ არ გვინდა ეს ისტორიული ძალიან წიაღსვლები მიუხედავად იმისა, ძალიან საინტერესოა. დღეს როგორ გამოიყურება რელიგიური თვალსაზრისით ევროპა? მოდი ერთი კონკრეტული მაგალითით დავასრულებ და მაყურებელმა თვითონ გამოიტანოს დასკვნა იმ შეკითხვაზე, რაც შენ დასვი გიორგი. ნახეთ, ბრიუსელში ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, რომელიც დასახლებულია მუსულმანური ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებით, ქალაქის ხელისუფლება მერიამ ქართულ ეკლესიას გადასცა შენობა 50 წლით, აი იმ სურვილით და იმ მოტივით, რომ მოხდეს ქართული ასეთი კულტურის სარწმუნოების შეტანა და გამმრავალფეროვნება, თუნდაც აი ერთი ცენტრალური რაიონის და ადგილის, ასე ვთქვათ. და აი გამოიტანეთ ჩვენო მაყურებელს მოუწოდებ გამოიტანონ დასკვნები ყოველ კვირა დღეს ნებისმიერ ქართველს, თუნდაც ბელგიაში მცხოვრებს ან ტურისტულად ჩამოსულს აქვს შესაძლებლობა მივიდეს და ესწროს ქართულ ენაზე წირვას, პირიქით მაქსიმალური ხელშეწყობა და პირიქით ბელგიის და კონკრეტულად ბრიუსელის ხელისუფლება ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყნის აი ესეთი მრავალფეროვნება იყოს და თანასწორობა იყოს და ადამიანებს შეეძლოთ თუნდაც თავის სალოცავთან მისვლა და არა სახლებში რაღაც, არამედ ჩვეულებრივად არსებობდეს ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქშიც ქართული ეკლესია, სადაც თქვენც რომ ჩამოხვიდეთ, შეგეძლებათ მისვლა. და აქ ძნელი არ გაგახსენდეს ახალ ათონზე გადაღებილი თეთრად შეღებილი ქართული ეკლესიები. რასაც რუსები აკეთებენ ასე გულდას. შორის დღესაც აკეთებენ და დღესაც არის რუსული წარწერები ქართულ ხუროთმოძღვრების ძეგლებზე და არა მხოლოდ სხვაგან წავედით. არა, აქ ხდება ეს ყველაფერი, დღეს ხდება 21 საუკუნეში, დღეს ხდება რაღაც რუსული საღებავი წარწერები და რაღაც მამაძაღლობები. შევჯამდეთ ხო ნელ-ნელა? ერთი კითხვა მქონდა თამართან, თუ არის დრო დარჩენილი, ანუ ეს ბოლო სკანდალი, რაზეც ვისაუბრეთ და რაზეც დავიწყეთ ეს ნაწილი, რა გავლენას მოახდენს შენი აზრით, ანუ
შემდგომ რეაქციებზე და დამოკიდებულებებზე ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. ანუ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინციდენტს გულისხმობ. ესე იგი, ნახეთ, ზუსტად დღეს ვფიქრობდი ამაზე და ალბათ ერთი ის არის, რომ აი ძალიან ობიექტურად და რეალურად რომ აი თქვენც რომ დაუსვათ თქვენ თავს შეკითხვა და მაყურებელმა რომ აი რაღაცა გადაწყვეტილება არის მისაღები საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც ქვეყნების აზრი არის, ანუ კონსენსუსი ან უმრავლესობის მოგროვებაა საჭირო. თქვენი აზრით ასეთი ვითარების შემდეგ ფინეთი რა პოზიციას დაიკავებს? დაუსვით თქვენ თავს შეკითხვა. ამის მეც არ გავაგრძელებ და მეორე ხო მე სხვებზე ვკითხულობ უფრო ვთქვათ მთლიან უფრო ფართოდ ან მითუმეტესზე დაფუძნებული რა თქმა უნდა ხო მეორეზე გადავდივარ ბექა მე პირადად ძალიან დამაინტერესებს 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ძალიან მაინტერესებს რამე გაჟღერდება თუ არა რაღაც იქ იქნება ვალტონენი აუცილებლად მე მგონია რომ ინგლისურ სიტყვას გამოვიყენებ და დაბრიფავს ანუ მიაწვდის ბოლო ინფორმაციას დახურულ კარს მიღმა კოლეგებს და ესეც ალბათ უნდა წარმოვიდგინოთ რა სახის ინფორმაცია იქნება და ძალიან მაინტერესებს მისი კოლეგები როგორ შეაფასებენ და საერთოდ იქნება თუ არა განხილვა ამ თემაზე. მე მგონია რომ იქნება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის არა მარტო ფინეთს, არამედ ეუთოსაც წარმოადგენდა საქართველოში. კი, ესტონეთს პლუს 9 სახელმწიფომ უკვე სოლიდარობა გამოუხატა და ეს ნიუსებიც წავიკითხეთ ეთერში შემოსვლამდე, ასე რომ რეაქცია ნამდვილად იქნება და ნამდვილად იქნება მკაცრი. აქვე რადგან ნელ-ნელა ბოლოსში ვართ დავაჯამებთ, მოგიწოდებთ რომ თუ ამდენი ხანი უყურებთ ამ ვიდეოს და ჯერ არ დაგილაიქებიათ, სასწრაფოდ დაალაიქეთ. ასევე ვისაც არხი არ აქვს გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი. ჩართეთ ზარისხილაკი, იმიტომ რომ ასე უფრო მეტ ადამიანს მიაწვდის YouTube ჩვენს ვიდეოს და დაგვეხმარებით არხის გაზრდაში და ალგორითმსაც უკარნახებთ რომ ეს ვიდეო ღირს ყურებათ და სხვებსაც აჩვენოს. კეთილი, ჩემ ბოლო სიტყვაში ვიტყვი, რომ ფინეთი, რაზეც დავიწყეთ საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა არის, ძალიან ბევრი მიმართულებით, პირველი ის, რომ ის იყო ნეიტრალური და მას შემდეგ რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ფინეთმა და შვედეთმა გადაწყვიტეს გამხდარ ნატოს წევრები და გახდნენ კიდევაც ნატოს წევრები. მეორე, არ მხოლოდ აქ ეუთოს თავმჯდომარეობის კონტექსტში ვამბობ, არამედ სწორედ აი ამ მიმართულებით, ნეიტრალიტეტის მიმართულებით, იმიტომ რომ გამოჩნდნენ უკვე კვლავაც გამოჩნდნენ ზედაპირზე ამოვიდნენ საქართველოში ის პირები, რომლებსაც სურთ აი ამ რაღაცა აბსურდული იდეის გაყიდვა მოსახლეობაზე და ევროკავშირის დისკრედიტაცია, ნატოს დისკრედიტაცია ამ დეზინფორმაციული კამპანიებით ზუსტად ამას ემსახურება, ეს მიზანია. მიზანი ის, რომ ქალები აქვთ ამოღებული მიზანში, ძალაუფლებაში მყოფებს, ესეც თვალსაჩინო ფაქტია, იმიტომ რომ ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ასეთი ქვეყნის საგარეო მინისტრი, მოქმედი, რომელიც ჩადის საოკუპაციო ხაზთან, გადის შენ ქვეყნის შუაგულში, დედაქალაქში ესაუბრება ხალხს და გამოხატავს პატივისცემას და გულის ტკივილს აბსოლუტურად ყველა იმ პროცესის მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ესეც ძალიან მძიმე სანახავია, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების, რომლებიც ქალბატონები იყვნენ და ეს უპირობო თავდასხმები, მუდმივად თავდასხმები, რისი საბოლოო შედეგიც იყო 28 ნოემბერი 2024 წლისა, როდესაც გაკეთდა განცხადება შეჩერების შესახებ ყველანაირი სტრატეგიული პარტნიორობის, ანუ ლოგიკურად მიმდინარეობს ეს პროცესი. და ეს არის ძალიან მძიმე სანახავი და მით უმეტეს მძიმეა, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს უყურებთ და ფაქტიურად ძალიან რთულია აი ამ დეზინფორმაციასთან დაპირისპირება, ხო? აი ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა ამ გადაცემაში, რომ მეტი კრიტიკული აზროვნება, მეტად გადავამოწმოთ ინფორმაცია, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ბოლო-ბოლო სანამ გვაქვს შესაძლებლობა, რომ რაღაცა დავგუგლოთ, Google-ში რაღაცა სწორი ინფორმაცია მოვიძიოთ, ეს ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ აუცილებლად. კაი, რა ვიცი, ჩემი ბოლო სიტყვა იქნება, რომ ვისაც კიდევ გჯერათ, რომ მივდივართ ღირსებით ევროპისკენ, გადახედეთ თქვენ შეხედულებებს, სადმე სხვაგან ხომ არ მივდივართ და კიდევ, ხო.
რა ვიცი, მალე, როდესაც იქნება ეგ რეალობა, რომ ჩემი აზრით ძალიან ყარად მჯერა ამის, რომ მანდეთ მიდის პროცესი, დაგისვამენ კითხვას, მივდივართ თუ არა უჭერთ თუ არა მხარს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და საერთოდ უნდა იყოს თუ არა ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში, მანდაც გაიხსენეთ, ხო, ღირსებით კვლავ მიდიხართ ევროპაში თუ არა. და ვის აწყობს ეს? დიდი მადლობა. ამ ხიარულ ნოტაზე დაგემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე. კი, ერთ კვირაში დავბრუნდებით ახალი თემებით და ახალი ეპიზოდით. ნახვამდის. დროებით.